შევცვალეთ ასევე უკანა სავალი ნაწილები, რომელმაც უფრო მეტ სიმძლავრეს უნდა გაუძლოს. დავაყენეთ დიდი კარდანი, მისანის ხიდი და ყუმბარები, რომელსაც არც ისე სპორტული ბლოკირების სისტემა მოყვება. ამიტომ გადავწყვიტეთ დავეყენებინა კუსკოს მექანიკური LSD ბლოკირება. ლამაზია. რომელიც ქარხნულად საკამაოდ ხისტი სეტაპით მოდის და ჩვენ ასეთი ხისტი ბლოკირება არ გვჭირდება. ამიტომ დავშალეთ, რომ ნაკლებად ხისტი სეტაპი გავიკეთებინა. ეს ყველაფერი კი ფირფიტების გადანაცვლების კომბინაციით ხდება. აი ეს არის ეს ახლა. აი აქედან იწყება. აქედან იწყება ესე ხო? შუიდან. ეს ერთი. ესი. ყოიგრი. ორი ეგეთი უნდა დაიხლა შენ. ეს ერთი. განათება. ეს ორი. ეს ერთი. ეს მეორე. დიდი პატარა და შორტ. აბა, შეგა. ოპა. ხე. მეხუთე ელემენტი აწყო. შემდეგი მნიშვნელოვანი ელემენტი არის სპლიტერი. მაღალ სიჩქარიან ტრასებზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აეროდინამიკა. დიდგორის გზა ზუსტად ასეთია და ამიტომ გადავწყვიტეთ გავუკეთებინა სპლიტერი, რომელიც მანქანის წინა მხარეს დაუნფორს გაზრდიდა. მოსალოდნელი დაუნფორსი 100 კილოგრამზე მეტი იყო, ამიტომ კარგად გამაგრება ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და ასევე გვინდოდა რომ მარტივად მოხსნადი ყოფილიყო. შევღებეთ წყალგაუმტარის აღებავით და ჩვენი სპლიტერიც მზადაა. ეს ყველაფერი გავაკეთეთ რუსთავში ატუ მოტორში. ჩავასხეთ ევროლობის ზეთი და აქედან გავეშურე რაკერასთან და გადავანასტროებით მანქანა უკვე 30% სპირტზე.